ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით უკრაინის ხერსონის რეგიონში რუსული ძალების ინტენსიური თავდასხმების შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით დაიბომბა ხერსონის კორაბელნის რაიონი, სადაც სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. ხერსონის რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა, რომ თავდასხმა დაახლოებით 30 წუთი გაგრძელდა. რუსეთის სამიზნე საცხოვრებელი შენობები იყო, დაზიანდა მაღაზია, აფთიაქი და მრავალსართულიანი შენობების ბინები. რუსულმა ძალებმა ასევე ავიაიერიშები მიიტანეს სოფელ სტეპანივკაზე, სადაც 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა და დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. სოფლის ცენტრში 3 ბომბი ჩამოვარდა, რის შედეგადაც სკოლის შენობა დაინგრა, საავადმყოფო და მიმდებარე სახლები კი დაზიანდა. უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ნიკოპოლში კი რუსული დრონი ავტობუსს გაჩერებასთან მიახლოებისას შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა 4 მშვიდობიანი მოქალაქე, 15 დაშავდა. სამოქალაქო ტრანსპორტზე ეს სასტიკი თავდასხმა პიკის საათებში მოხდა, როდესაც ხალხი სამსახურში მიდიოდა, განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ. მისი თქმით, ეს არ არის შემთხვევითობა, ეს რუსული ტაქტიკაა მშვიდობიან მოსახლეობაზე განზრახ თავდასხმა. დნიპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორმა ოლექსანდრ განჟამ განაცხადა, რომ მეორე ავტობუსზეც განხორციელდა დრონით თავდასხმა, რომლის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ბოლო დროს დნიპროპეტროვსკის სამოქალაქო, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე რუსული დრონების თავდასხმები სულ უფრო ხშირდება. დნიპროპეტროვსკის ოლქში სხვა ადგილასაც მიიტანეს იერიში, დაიღუპა 11 წლის ბიჭი, დაშავდა 5 ადამიანი. თავდასხმები მაინც გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ რუსეთს შესთავაზა აღდგომის დღესასწაულის დროს ერთმანეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე არ მიეტანათ იერიში. უკრაინამ რუსეთს თავდასხმების დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებული წინადადება შეერთებული შტატების მეშვეობით წარუდგინა. ამასთან უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით უკრაინის ქალაქ სუმიში რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმა საცხოვრებელ რაიონზე განხორციელდა, რის გამოც სახლები და არასაცხოვრებელი ფართები დაინგრა. სასწრაფო დახმარების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების მიზნით სამაშველო სამუშაოები რამდენჯერმე შეჩერდა. უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ საერთო ჯამში რუსეთმა ღამის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით 176 დრონი გაუშვა, რომელთაგან 156 გაანეიტრალეს.